რუსოფობია პუტინისა და მედვედევის მთავარი სალაპარაკო თემა იყო დღეს მათივე პარტიის ყრილობაზე. რუსოფობიური არსის ნეონაცისტურ ძალას ვებრძვით, განაცხადა პუტინმა უკრაინაზე საუბრისას. შედეგი ნათელია ჩვენი რუსოფობი მეგობრებისთვისაც ქვეყანაში, რომელსაც ახლა ქვეყანა 404-ს უწოდებენ, მოსახლეობის ნახევარი უკვე გაქრა, თქვა მედვედევმა. დღეს მან ევროპელ ლიდერებს დეგენერატები და ფაშისტების შთამომავლები უწოდა. ასეთი სილამაზისგან თვალების გახელასაც კი ვერ ვახერხებ. კრემლის პროპაგანდისტი სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში რიწის ბაზე ისვენებს და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. სიმონიანი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს ხშირად სტუმრობს. აფხაზეთი მენტალურად განუყოფელია რუსეთისგან, თქვა მან რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ფორუმზე. საფრანგეთი უკრაინისთვის რაკეტების მიწოდებას დააჩქარებს. ამის შესახებ მაკრონმა ზელენსკის დღესაცნობა. პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინას მივცეთ ყველა საჭირო საშუალება ცის დასაცავად და აგრესიის დასამარცხებლად, აცხადებს მაკრონი. როცა სახელმწიფო ივანიშვილს ემსახურება სოფლები და ქალაქები იცვლება. ასეთია შაბათის ტრადიციული მარშის დღევანდელი თემა. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბნენ და კანცელარიამდე მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ოცნების მმართველობის შედეგია ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობა.